კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამთა გაზაშვილი გაგაცნობთ. კადრების სასტუმრო შერატონის მისაღებიდან ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ფიზიკური კონფლიქტი გიორგი გახარიას მიერ იწყება. ეს დიმიტრი სამხარაძეს ქაღალდის ჭიქას ესვრის. მომდევნო კადრში ჩანს, რომ პარტია საქართველოსთვის ლიდერს სხვერზე დაზიანება აქვს და მას სასტუმროს დაცვა აყენებს. ტილიდან გიორგი გახარიას გუნდელები აცხადებდნენ, რომ მათ ლიდერს სასტუმროში მისვლისთანავე 10 პირი თავს დაესხა. ინციდენტი გუში ღამე მოხდა ოპოზიციური პარტიის ლიდერს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ეს კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, მან სამედიცინო დაწესებულება გუშინვე დატოვა. გიორგი გახარიას ქმედება. იცანი? შენდა ფაგო. შენ მე ხალი როგორ დამატკიჩე? შენდა აი ხალი. ხალი როგორ დამატკა? შენ როგორ ვირჩი ხალი არ არის? აი მოუტანე. ამ თემაზე რა პოლიტიკური შეფასებები კეთდება შოთა ფალავანდიშვილისგან მოვისმენთ. შოთა, პირდაპირ ეთერში ხარ. კადრების გავრცელების შემდეგ პირველი კომენტარი გაკეთა გიორგი გახარიას პარტიაში. მისი თანაგუნდელები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ვიდეო მასალა, რომელიც ტელეკომპანია იმედმა გავრცელა, არის დამონტაჟებული და ითხოვენ, რომ ვრცელი მასალა იქნას გამოქვეყნებული. მათ შორის საგამოძიებო უწყებების მხრიდან ნათია მეზრიშვილის თქმით, საერთო ზოგად სურათს ის არ ასახავს. შესაბამისად, მეზრიშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ინციდენტის ამსახველი სრული ვიდეო მასალა იქნას გასაჯაროებული საზოგადოებისთვის. დაკავებულები არიან ამ კადრების ჭრაკერვით ეხლა, თუმცა ძალიან კარგი ამონაჭერი გამოუვიდათ, ძალიან სასიამოვნო სანახავი ამონაჭერი, ასე ვიტყოდი. ისიც რაღაცა მიჭრეს, მოჭრეს და რაღაცები შეკერეს, მაგრამ ნუ არა უშავს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება კმაყოფილი იქნება, ეს ერთი. მეორე. აქ იმიტომ მოვედით დღეს აი ამ სასტუმროში, რომ სრული ჩანაწერები, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს, შენახული იქნეს ეს და პროკურატურას უკვე მივმართეთ და ვუთხარით, რომ დროულად ეს ჩანაწერები სრული ამოიღონ, სადაც ჩანს შვიდობიან ერთ ადამიანს თავს როგორ ესხმის ოცნების წარმომადგენლები. ვიდრე ტელეკომპანია იმედი შერატონში მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეო მასალას გაავრცელებდა, ბრიფინგი ჩატარდა პარტია საქართველოსთვის ოფისში, სადაც ამბობდნენ, რომ გიორგი გახარიაძე განხორციელდა თავდასხმა და ითხოვდნენ გამოძიებას. სრულიად სხვა ვერსია ჰქონდათ ამ პროცესის. გარდა ამისა, ოპოზიციაშიც ამტკიცებდნენ, რომ წარმოუდგენელი იყო, რომ თავად გახარია რაიმე სახით ჩართული ყოფილიყო აღნიშნულ კონფლიქტში. ოპოზიციური სპექტრი თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობას მხოლოდ აკისრებდა ქართული ოცნების წარმომადგენლებს. ამის საათებში სასტუმრო შერატონის ლობიში გიორგი გახარიაზე განხორციელდა ორგანიზებული თავდასხმა. თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩხულად, როგორც ეს ამ ადამიანების ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი. სასტუმრო შერატონის მთელი პერიმეტრი აღჭურვილია ვიდეო სამეთვალყურეო საშუალებებით, რაც სასტუმროს ადმინისტრაციამ ზეპირ სიტყვიერად ადგილზევე დაგვიდასტურა და მზაობა გამოხატა მათი გამოძიებისთვის გადასაცემად. შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ სხვა სამართალდამცავ უწყებებს პროკურატურას ამისთვის აქვს საკმარისი რესურსები, მტკიცებულებები უკვე ხელთ რომ ეს გაასაჯაროონ. ეს ინფორმაცია არაფერი არ უნდა ვიდეო მტკიცებულებების მოპოვებას, რომელიც ასახავს ამ ჯგუფური ორგანიზებული თავდასხმის ფაქტს. თვითონ ხო ხვდებით, რომ სასაცილოა უბრალოდ ეს საკითხი, რომ გახარია მიუვარდა 5 კაცს და დაუწყო უცებ, ასე ვთქვათ, ჩხუბი, ისევე როგორც მაგალითად შეიძლება იგივე ყალბმა ნარატივმა, ასე ვთქვათ, კოც სიყალბემ შეიძლება თქვას, რომ მე ასე ვთქვათ, ჩემ თავს დავესხი, მითი რა ქვია, ეგრეთ წოდებული ატვირთით, ხო? ეს ჩვეულებრივი სიყალბეებია. არა, ეგ არის სრულ ინფორმაცია, რომელზეც არ ვაკეთებ კომენტარს. რეალურად რაც მოხდა არის კატასტროფა. ამაზე საშინელი ამბავი ახლა რა შეიძლება იყოს, ვერ გეტყვით, რომ ეს დასრული ადამიანები, რომლებსაც თმენის ვალდებულება აქვს, რომელსაც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე აქვს პრეტენზია, იქცევიან ჩვეულებრივი ბინძური ხულიგნები. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთა საპარლამენტო უმრავლესობაშიც. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ გიორგი გახარიას მხრიდან დაიწყო აღნიშნული კონფლიქტი, რასაც ის კადრებიც ადასტურებს, რომელიც ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა. სახელმწიფო პარტიის წარმომადგენლების თქმით, მსგავსი სახის ქმედება გიორგი გახარიას მხრიდან უცხო არ არის და ისინი ამბობენ იმასაც, რომ აუცილებელია გამოძიებამ ობიექტური სურათი აჩვენოს საზოგადოებას. ეს ფაქტი, რაც მოხდა, აჩვენებს მის ზნეობას
თუ გააჩნია საერთოდ რა თქმა უნდა არ გააჩნია, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს აჩვენებს მის ზნეობას. გამომდინარე აქედან საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ გახარია არის უფრო მეტად მოღალატე, ვიდრე არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. იმის მერე რა ჩვენ გუშინ ვიხილეთ გიორგი გახარიას პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე, რომ თურმე პოლიციას რო დაარტყა ხელი, ეს არ არის არაფერი და არის გამოხატვის თავისუფლება და მანამდეც რაღაცეები იყო. ამის მერე კომენტარიც კი ზედმეტი ამასთან დაკავშირებით, თუ ჩვენ ვისთან გვაქვს საქმე. ბათუმში მომხდართან დაკავშირებით ჩინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. მადლობა. შოთა პალავანდიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. სასტუმრო შერატონში გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. მოკვლევა დაწყებულია ძალადობის მუხლით გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. კომენტარი ექიმმა გუშინვე გააკეთა, ისაუბრა დაზიანებებზე და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსმა კლინიკა საკუთარი სურვილით მალევე დატოვა. სახის არეში ხონდა დაზიანებები, მისი გადმოცემით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩაუტარდა კვლევები, აბსოლუტურად იყო კონტაქტური, ადეკვატური დაზიანება ჰქონდა სახის არეში. როგორ შეგვხვდა ეს მედიცინას მძიმედ იყო სტაბილურად თუ როგორ? თქვენ გაწერეთ საშუალო სიმძიმით. საოპერაციო შემთხვევა, მძიმე შემთხვევა არ იყო, მაგრამ იყო ცხვირის ცვლილების მოტახილება. ასევე სასტუმროში დაუპირისპირდნენ ჟურნალისტთა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძეს. სისხლობა, რომ მასთან ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათი თანმხლები პირები მივიდნენ. ვითარება სასტუმროს დაცვის ჩარევის შემდეგ განიმუხტა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. გამოძიება ამ ფაქტზეც დაიწყო. დავინახე, რომ აი აქ პირდაპირ როიალთან მოვიდა თავის თანხმობ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე, მე მივიდა იმ მაგიდასთან. ყველა იმ მაგიდიდან აიშანენ ადამიანები და ახლობით 10-12 კაცი იქნებოდა, ახლა მაგის თვლა არ დამიწყია და დაიწყნენ ჩემსკენ. მე როდესაც მივედი, მიუახლოვდი უკვე ხლობის მაგიდას და დაცვას ვთხოვე, დახმარება დაცვა გამოვარდა. დროულად მოახერხეს ის, რომ შეეცადნენ, რომ ისინი გაეცილებიათ ჩემგან, იყო მუხარა, იყო გინება და ამის შემდეგ დაცვამ გამიყვანა, იყო ერთი ეს მცდელობა, რომ ეს რაღაც ნივთი მომარტყეს, რომელთაც ეს სათვალე გატყდა და აი აქ მაუხლის დაზიანება. გენერალური პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყებაში დღეს ითქვა, რომ მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიეწოდა მტკიცებულება. ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ გაყალბებაზე განცხადებები ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას. პროკურატურის ინფორმაციის თანახმად, საქმის ფარგლებში ჩატარებული 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოკითხულია 400-მდე ფიზიკური პირი. მარიამ კოპალეიშვილი გვერდდება მეტი ინფორმაციით. პირდაპირ ეთერში მარიამ გისმენთ. გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბრიფინგი, რომელიც ეხებოდა გამოძიებას, რომელიც დაწყებულია არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით. დღეს უწყებაში განმარტეს, რომ გამოძიების ფარგლებში არის ჩატარებული 800-მდე მოქმედება და გამოძიების ინტერესს წარმოადგენს სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ კონკრეტული პირების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს მათი შეფასებით იმას, რომ არჩევნები შესაძლოა იქნას გაყალბებული. დღეს გენერალურ პროკურატურაში მოვისმინეთ, რომ მათ შორის ჩართულები არიან საგამოძიებო მოქმედებებში უცხოელი ექსპერტები, მათ ისაუბრეს კონკრეტულ ნაწილთან დაკავშირებით, მაგალითად ვიცით, რომ ბევრი კითხვა ისმოდა ვერიფიკაციის აპარატებთან მიმართებაში და როგორც დღეს გენერალურ პროკურატურაში განიმარტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსულმა ექსპერტებმა დაადგინეს გამოძიებით, რომ შეუძლებელია, რომ ერთმა პირმა სხვადასხვა ან ერთსა და იმავე უბანზე რამდენჯერმე გააკეთოს არჩევანი და მისცეს ხმა. შესაბამისად, კითხვები ამ კუთხით არის მოხსნილი, როგორც ამას პროკურორი განმარტავს, ასევე კითხვები მოხსნილია მარკირების სითხესთან დაკავშირებით, მის ვარგისიანობაზე და ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე. დღეს გენერალურ პროკურატურაში მოვისმინეთ ის, რომ სხვადასხვა ქიმიური კვლევით დადგინდა ის, რომ მაგალითად ფრჩხილზე და კანზე დატანილი მარკირების სითხე დანათების შემთხვევაში გამოსახულებას 12 საათის განმავლობაში ინარჩუნებს. გამოძიების მიერ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაიგეგმა და ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექსპერიმენტის ფარგლებში მონაწილე პირების მიერ შეიქმნა რეალური საარჩევნო უბნის ანალოგიური საარჩევნო უბნები,
რის შემდეგაც მოხდა ერთი და იგივე პირის მიერ ორ განსხვავებულ უბანზე ხმის მიცემის მცდელობა. ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატებით შეუძლებელია ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. ჩატარებული ექსპერიმენტით ასევე გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ ერთი და იგივე უბანზე ხმის განმეორებით ან და მრავალჯერადად მიცემის შესაძლებლობა. ექსპერიმენტის ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ვერიფიკაციის აპარატში ერთი რომელიმე საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის გააქტიურების შემთხვევაში იმავე აპარატში სხვა უბნის მონაცემების გააქტიურება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგად და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ როგორც სხვადასხვა, ასევე ერთსა და იმავე საარჩევნო უბანზე განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა. მიუხედავად საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგებისა, გამოძიების მიერ დამატებით დაინიშნა კომპლექსური კომპიუტერული ექსპერტიზა. ექსპერტიზის შესწავლის საგანს ასევე წარმოადგენს ის გარემოება, არჩევნების დასრულების მომენტიდან ექსპერტიზის წინაშე გამოძიების მიერ ინფორმაციის წარდგენამდე ხომ არ განხორციელდა რაიმე სახის ხელოვნური ჩარევა ვერიფიკაციის აპარატებში დაცულ ინფორმაციაზე. გამოძიების მსვლელობისას ასევე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებულ მარკირების სითხის ვარგისობის და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ჩატარებული კვლევით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მარკირების სითხე ხელის თითის ფრჩხილზე და კანზე დატანის შემთხვევაში ულტრაისფერის სხივებით დანათებით ლუმინისცირებას ანუ ნათებას ინარჩუნებს არანაკლებ 12 საათის განმავლობაში. ხელის მრავალჯერადი დაბანის შემთხვევაშიც კი. რაც შეეხება მტკიცებულებების წარმოდგენის ნაწილს, დღეს პროკურორმა განმარტა, რომ მიუხედავად საჯარო სივრცეში გაჟღერებული სურვილისა, ნაწილმა მათგანმა გამოსაკითხ პირთა ნაწილმა უარი თქვა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, ნაწილმა კი ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები. პროკურორისვე განმარტებით, გამოსაკითხ პირთა ნაწილისგან მათ მოისმინეს ესეთი ინფორმაცია, რომ მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტს, რეალობას არ შეესაბამებოდა და მათ მიზანი იყო პრევენცია. ყველა იმ პირს, ვინც მიუთითებდა არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე, მიეცა შესაძლებლობა მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ინფორმაცია თუ მტკიცებულებები, მათ მიერვე გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად საჯაროდ გაცხადებული სურვილისა გამოძიებასთან თანამშრომლობის თაობაზე, მათმა დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე და სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა. ნაწილმა კი საერთოდ უარი განაცხადა თანამშრომლობაზე. სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმრავლესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ისინი აპელირებდნენ მასმედიაში გაჟღერებულ ფაქტებზე, ხოლო ცალკეულმა მოწმეებმა გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას და არ შეიცავდა რეალურ ფაქტებზე დამყარებულ ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, გამოძიების მიერ გამოიკითხა იმ პირთა უმრავლესობა, ვინც დასახელდა რაიმე სახის ქმედებაში მონაწილედ და ფაქტების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით ჩატარდა სათანადო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. სურს ვისარგებლოთ შემთხვევით და მოუწოდოთ გამოსაკითხ პირებს ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოსთან და წარმოადგინონ ნებისმიერი სახის მტკიცებულება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამ ეტაპზე უკვე გამოკითხულია 400-მდე პირი. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალური პროკურატურა მოუწოდებს გამოსაკითხ პირებს, რომ მათ ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ კონკრეტული ინფორმაცია ასეთის არსებობის შემთხვევაში. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, პროკურატურაში ამბობენ, რომ საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდიან. მადლობა მარიამ კოპალიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ოფიციალური ვიზიტი თბილისში გრძელდება. რამდენიმე წუთში დაიწყება შეხვედრა უმრავლესობასთან. იქამდე დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარეს ესაუბრეს შეხვედრის შესახებ. შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, როგორც სპიკერი აღნიშნავს, სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. საუბარი შეეხო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე პროტესტს. დელეგაციამ ვიზიტი გუშინ მესამე სექტორთან საუბრი დაიწყო. ხვალ არის დაგეგმილი შეხვედრა ოპოზიციასთან.
საბჭომ პრეს-რელიზი წინასწარ გავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ ვიზიტი არ უნდა განიხილებოდეს მხარდაჭერად ლეგიტიმურობისადმი, ან იმ თანამოსაუბრეთა შეხედულებებისადმი, რომლებსაც ასამბლეის წევრები ხვდებიან. ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენ იცით, რომ ეს არის ევროპის საბჭოს გენერალური დინის ვიზიტის გაგრძელება ერთგვარი, რადგან მაშინაც პრემიერ-მინისტრთან შეთანხმდეს, რომ ეს ვიზიტი შედგებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს წარმომადგენლები შეხვდნენ ოპოზიციას, შეხვდნენ სამოქალაქო სექტორს, შეხვდებიან ხელისუფლებას და სრული სურათი ექნება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ჩვენ მივაწვით, მათ თქმა უნდა, დეტალურ ინფორმაციას და მივაწვით იმ ინფორმაციას, რომელიც არის სიმართლე, განსხვავებით იმ ინფორმაციისა, რომელსაც შეიძლება მათ მიაწოდეს ან ოპოზიციამ, ან სამოქალაქო სექტორმა, ამიტომ დაველოდოთ ვიზიტის დასრულებას და ვიზიტის შედეგებს. სამუშაო შეხვედრა გამართეს ოპოზიციურმა პარტიებმა, იმსჯელეს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის რა ნაბიჯები უნდა გადაედგეს საერთაშორისო მიმართულები და როგორ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. შეხვედრას სამი ბარიერ გადალახული პარტია ესწრებოდა, მათ შორის არ იყვნენ გიორგი გახარიას გუნდის წევრები, ცნობილია, რომ დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. ამჯერად შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ანალიტიკოსებიც. ანუკა ბუავა გაგაცნობთ მეტ ინფორმაციას, ანუკა რა სამომავლო ნაბიჯებზე საუბრობენ ოპოზიციური პარტიები. დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა ოპოზიციური პარტიების სამუშაო შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, სადაც როგორც აღნიშნეთ, საუბარი შეეხო მათ სამოქმედო გეგმას, იგივე საერთაშორისო მიმართულებით რა ნაბიჯებს გადადგამენ ოპოზიციური პარტიები, როგორ იმოქმედებენ მათ შორის სანქციების კუთხით, ასევე თქვეს, რომ შექმნიან საერთო სია, სადაც ძირითადად ძალოვანი უწყების წარმომადგენლები იქნებიან და ასევე მთავარი საკითხი იყო ახალი არჩევნების ჩატარება ქვეყანაში, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ ზოგადად ეს პროცესი და როგორც ცნობილია, ოპოზიციური პარტიები მუშაობენ საერთო დოკუმენტზე, რომელშიც უნდა ჩამოყალიბდეს სწორედ ის ხედვები და პრინციპები, რაზეც დახურულ კარს მიღმა მსჯელობა მიმდინარეობს უკვე რამდენიმე კვირა არის. უნდა ითქვას ის და თქვენც აღნიშნეთ, რომ დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა მხოლოდ სამი ოპოზიციური პარტია, ბარიერ გადალახული პარტია, მათ შორის არ იყვნენ გახარიას გუნდის წევრები, მათ განმარტეს მოგვიანებით ეს მიზეზები და თქვეს ისიც, რომ იზიარებენ პრინციპებს, რაზეც მიმდინარეობს მსჯელობები ბოლო კვირების განმავლობაში. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, შეხვედრაში მონაწილე პარტიებს და ლიდერებს, ისინი ამბობენ, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა არსებობს მათ შორის არჩევნების ჩატარების პროცესთან მიმართებით და არსებობს რამდენიმე ვარიანტი, როგორც თავად ამბობენ. შესაბამისად, ისინი ამ დრომდე ვერ ახერხებენ საერთო დოკუმენტის წარმოდგენას, ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ეს კონსულტაციები და სამუშაო შეხვედრები ისევ გაგრძელდება. ერთ-ერთი საკითხი არის ის, რომ როდესაც დადგება მომენტი, რომ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები ისე, რომ არ დაგვემართოს იგივე რაც დაგვემართა 26 ოქტომბერს, რომ ეს არჩევნები მართლა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ერთ-ერთი სამუშაო საკითხი იყო ეს, სადაც რაღაც ვერსიები იყო განხილული, რომელიც მანამდეც იყო განხილული, არსებობს რამდენიმე სამუშაო ვერსია, მათ შორის გაწერილი დოკუმენტის და დღეს საღამოს იქნება სამუშაო შეხვედრა, სადაც ამ რაღაცებს გაევლიან. მიზანი არის, რომ რაღაცნაირად ყველანი ერთად შევთანხმდეთ რაღაც ერთ ხედვაზე. თუ გამოვათ თუ არა და იარსებობს ორი ვერსია ან სამი ვერსია, მე მაგას შევხედავ, ვერანაირი პრობლემაა. მნიშვნელოვანია ძალოვანი უწყებების კომპონენტი, იმისთვის რომ ნორმალური არჩევნები ჩატარდეს, მათი დეპოლიტიზირება და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ცვლილებები, რომელმაც გარანტია უნდა მოგცეს ნორმალური არჩევნების ჩატარების. ჩვენი სამიზნე ხა უნდა იყოს ძალოვანი უწყებები პირველ რიგში, ასევე საჯარო სამსახური, სადაც ერთი მხრივ ჩვენ ყველა მოძალადის გამოკვეთას და მათი რეესტრის გაკეთებაზე აქტიურად ვიმუშავებთ და ვმუშაობთ კიდეც. თუ არ შეიცვალა ამ ქვეყანაში ახალი ადმინისტრაციები არ ჩამოყალიბდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთოდ აზრს კარგავს არჩევნების მნიშვნელობა, იმიტომ რომ არჩევნები არის ფუნდამენტური საკითხი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქვეყანაში დემოკრატიის ისევ ამუშავებას, ამიტომ თავისუფალ და სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარება არის ჩვენი თვითმიზანი. დღეს ყოფნას რაც შეეხება ამ შეხვედრაზე, დღეს იმიტომ არ ვიყავით, რომ ბუნებრივია ეს შემთხვევა მოხდა, შესაბამისად ჩვენ ამ შეხვედრაში გუშინაც ვიყავით წარმოდგენილი და რა თქმა უნდა ამ ფორმატში მომწია. მართალ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას არანაირი საფუძველი და საბოლოო შედეგი არ ექნება. ქართულ ოცნებაში დღეს თქვეს, რომ ჩატარებული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს, შესაბამისად პროცესი, რომელიც მიმდინარეობს სახელმწიფო გუნდისთვის, არის არასერიოზული. დღესვე ქართულ ოცნებაში ოპოზიციურ პარტიებს ურჩიეს ისიც, რომ მოემზადონ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ვინაიდან მათ საზოგადოების და საკუთარი მხარდამჭერების ნდობაც არ აქვთ.
საზოგადოების ხარდაჭერა ამ პროცესს რო არ აქვს ეს კარგად ხედავთ. რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, უნებრივია ასეთ საკითხი არ განიხილება. თუ მათ უნდათ რომ ვადაგასულ პრეზიდენტთან ერთად რაიმე მთავრობა ჩამოაყალიბონ, ჭოველიძის ოფისში ჩამოაყალიბონ, ასევე შეუძლიათ დელოს ოფისში, თბილისის ცენტრალში ჩამოაყალიბონ ვაზის პარლამენტი და იქაც შეუძლიათ გააგრძელონ სახელმწიფოების საქმიანობა. 4 ოქტომბერს იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პარლამენტის არჩევნები იქნება 2028 წლის 28 ოქტომბერს. საკმარისი დრო აქვს ოპოზიციას, სალომე ზურაბაშვილთან ერთად კარგად მოემზადონ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ უფრო კარგად მოემზადონ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ზედმეტი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. ეხლა იმ ადამიანის ბრუტუნს პირდაპირ გაგებით, რომელიც ფორმალურად პრეზიდენტი რო იყო, მაშინ არ წარმოადგენდა არაფერს. მე მგონია, რომ ჩვენ არ უნდა გავუწიოთ რეკლამა ზურაბიშვილს და გნებავთ კოლექტიური ნაცმოძრაობის რაღაც პოლიტიკურ ბჟუტურს, იმიტომ რომ კარგად იციან, სადაც არიან. შესაბამისად, ჩვენ რეკლამირებას ამას ნუ გავუწევთ, ისინი არიან უკვე სამწუხაროდ წარსული საქართველოს ისტორიაში. შეჯერდებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები დოკუმენტის ყველა პუნქტზე ჯერჯერობით არის გაურკვეველი, ვინაიდან შეხვედრის დასრულების შემდგომ ითქვა ის, რომ სამუშაო შეხვედრა დღეს კიდევ გაიმართება 6 საათზე, სადაც ოპოზიციური პარტიები ისევ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. მადლობა ანუკა ბუაბას საუბრობდა პირდაპირ ეთერში. კომპანიების ნაწილი 3 საათით გაიფიცა, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია აჩვენონ საზოგადოებას თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით გაფიცულ 18 საათამდე გაგრძელდება კამპანიას უერთდებიან სხვადასხვა ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნეს ჯგუფები. გაფიცული კომპანიის თანამშრომლების ნაწილმა ცოტა ხნის წინ ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტა. როგორც არის გამაფრთხილებელი გაფიცვა, ეს ნიშნავს, რომ ეს არის ერთგვარი, ასე ვთქვათ, ინსცენირება იმისა, თუ რაც შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, თუ კი არ შესრულდება მოთხოვნები არის იგივე, არჩევნების ხელახლა ჩატარება და უსამართლოდ დაკავებული ადამიანების გამოშვება. ვინც აქ ვართ შეკრებილები, ვფიქრობთ, რომ ჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, ჯერა რომ სამწუხაროდ გადაუხვია ქვეყანამ ამ კურსმა და გსურს რომ დაუბრუნდეთ ამ კურსს. აქციების დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე განაჩენს 24 იანვარს გამოაცხადებენ დღეს დასკვნითის ხდომა გაიმართა სარეკლამო კომპანია ლიმონის დამფუძნებლის ადვოკატმა ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ბრალდების მოხსნა მოითხოვა, რასაც პროკურორი დაეთანხმა. დაკავებულს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, ეს თავდაპირველად სწორედ ამ ბრალდებით აიყვანეს საქმეში ნარკოტიკი მოგვიანებით გაჩნდა. თუ ვიდეოს ნახავს დაინახავთ, რომ მთელი დღის განმავლობაში ხაზს დაარღვევდა შავში ჩასმული მიღბიანი ადამიანები, ჯგუფად მოემართებოდნენ ჩვენსკენ და იწყებოდა ჩვენზე ფიზიკური ძალადობა. ისე უკან წავიდნენ, ვიღაც ჩვენს წაიყვანდნენ, ჩვენს დემონსტრაციას გულისხმობ, წაიყვანდნენ და შემდეგ იქ ათმევად უსწორდებოდნენ. და ამ ჯაჭვურში, ხელისყრაში ალბათ მოხდა ის ფაქტი, რასაც ქალბატონი ანა ეძახის მიპარვას ჩუნად, წყნარანში, ზიანანში და თავდასხმას. ეს არის ჩემი პოზიცია. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად გათავისუფლდა, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობისგან, რაც ნიშნავს ეს, რომ პირი, ვისაც ედავებოდა ბრალდების მხარე ამ პერიოდში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვას და იყო ეს დაკვალიფიცირებული 260 მუხლის პირველი ნაწილით, მის მიმართ უნდა შემწყდარი იყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ამის ორი რეალიზების საშუალება არსებობდა, ან უნდა შემწყდარი იყო დევნა, როგორც დღეს შეწყდა, ან განაჩენში მოსამართლეს დამნაშავედ უნდა ეცნო პირი 260 მუხლი და შემდეგ უნდა გაითავისუფლებინა სასჯელისგან. გურჯაანში სატვირთო მანქანა გადაბრუნდა, გარდაცვლილია 4 ადამიანი, შემთხვევა ბაკურციხე თბილისის დამაკავშირებელ გზაზე. ბარჯის ხევთან მოხდა. წინასწარი ვერსიით სატვირთოს მძღოლმა საჭა ვერ დაიმორჩილა. მოსურდა და მსუბუქ ავტომობილს დაეცა. შედეგად მანქანაში მყოფი 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფები არის მობილიზებული, მიმდინარეობს გამოძიება. პაციენტის მდგომარეობა ამჟამად არის კრიტიკული. აქ პოლიტრავმა, ძიმე ხალატონის ტრავმა, სახისმლებია დაზიანებული. ახლა კომპიუტერული ტომოგრაფია კეთდება და სხვა ორგანოების დაზიანება ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ კომპიუტერული ტომოგრაფიის მერე უფრო კარგად გამოჩნდება.
მერია გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდია სახელობის სანაპირომდე არსებულ გზას გააფართოვებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის ხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ პრობლემური მონაკვეთია, ამიტომ ადგილზე სარეაბილიტაციო პროექტი დაიგეგმა. სამუშაოებს მისივე თქმით, ძირითადად ღამეს შეასრულებენ, დაგეგმილია პროექტის ორ თვეში დასრულება. გმირთა მოედანზე ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაციის დაწყებას ვაპირებთ. სარეაბილიტაციო არეალი გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდია სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. ამ პროექტის ფარგლებში ესე იგი მოხდება გზის გაფართოება და სრული რეაბილიტაცია, ასევე გარეგანათების ქსელი მოეწყობა ახალი სანათებით, ახალი ბოძები და თავისი ლედსანათებით. მოგვიწია გარკვეული არეალების გამოსყიდვა, იქ იყო ბენზინგასამართის სადგურები, მოვახდინეთ ადგილმონაცვლეობა. აღნიშნული პროექტი მოგცემს შესაძლებლობას, რომ დღეს არსებული ვითარება, რაც არის გადაადგილების თვალსაზრისით უდიდეს პრობლემას წარმოადგენს კონკრეტულად აღნიშნული კვანძი, მოგცემს იმის საშუალებას, რომ უფრო გამართული იყოს და შედარებით უფრო თავისუფლად იქნება გადაადგილება შესაძლებელი. რაც შეეხება უცხოეთის ახალ ამბებს, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე ოკუპანტის თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა დაშაულებს შორის ამ მცირეწლოვანი ბავშვი. სარაკეტო დარტყმის გამო ქალაქში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა მასირებულ იერიში. გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ქვეყნის ქალაქებისა და დასახლებების მიმართულებით რუსულმა ძალებმა 40 რაკეტა გაუშვეს, აქედან 30-ის ჩამოგდება საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოახერხა. რუსეთმა დღეს უკრაინის წინააღმდეგ კიდევ 70 უპილოტო საფრენი აპარატის გამოიყენა. როდესაც ჯარში ჩვენი ხალხის რაოდენობის ზრდაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში ჩვენი ბრიგადები დღეის მდგომარეობით საკმარისად აღჭურვილი არ არიან. უნდა აღჭურვოთ შესაბამისი სამხედრო ტექნიკით. ყველა ეს მოთხოვნა ჩვენს პარტნიორებს უკვე აქვთ. ვფიქრობ, ეს მთავარი საკითხია. ჩვენი ხალხი დაცული უნდა იყოს. ამას გარდა მათ შესაბამისი იარაღი და ცოდნა სჭირდებათ. სწორედ ეს უნდა უზრუნველყონ ჩვენმა პარტნიორებმა პირველ რიგში. არ დავასახელებ ზუსტ რიცხვს, რადგან ეს საფრთხის შემცველია, თუმცა ბრძოლის ველზე ჩვენ გვყავს 100-ზე მეტი ბრიგადა და თითოეული მათგანი ყოველდღიურად საჭიროებს აღჭურვილობას და ტექნიკას. ხაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება. გასული დღის განმავლობაში ანკლავში 27 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება ჰამას შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში შესაძლოა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტი და მძევლების გათავისუფლებით დასრულდეს. ეგვიპტესა და ყატარის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია. როიტერის ინფორმაციით, მხარებმა ისრაელსა და ჰამას შეთანხმების საბოლოო ტექსტი დასამტკიცებლად უკვე გადასცეს. მოლაპარაკების შედეგად მხარებმა პირობები წარადგინეს. ცნობილია, რომ ჰამასი მძევლებს ღაზის სექტორიდან სახელი სამხედროების გაყვანის გარეშე არ დააბრუნებს. მაგიდაზე დევს სამეტაპიანი შეთანხმება, რომლის მიხედვით ისრაელის საპატიმროებიდან ასობით პალესტინელი ქალის და მოზარდის გათავისუფლების სანაცვლოდ ჰამასი 6 კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გაათავისუფლებს 33 მძეველს. შეთანხმების თანახმად ღაზაში ყოველდღიურად ჰუმანიტარული ტვირთით 600 მანქანა შევა. საკითხზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ეს დღეების ან საათების საკითხია და პასუხის მიღებისთანავე ისრაელი მოქმედებას დაიწყებს. იმპიჩმენტის შემდეგ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი გამოძიების სამსახურმა დააკავა. იუნ სუკ იოლს ბრალად საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადება, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხება და სახელმწიფო ღალატი ედება. დაკავებისას იყო შეტაკებებიც პოლიციასა და მხარდამჭერებს შორის დაშავდა 1 ადამიანი. ეს პირველი შემთხვევა სამხრეთ კორეის ისტორიაში, როდესაც თანამდებობაზე მყოფი პრეზიდენტის დაკავება მოხდა. ახლა სამართალდამცველებს 48 საათი აქვთ მის დასაკითხად, რის შემდეგაც მათ ან ორდერი უნდა მოიპოვონ არაუმეტეს 20 დღით დაკავებისთვის, ან მოუწევთ ის გაათავისუფლონ. კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. 13 მოქალაქე უგზო-უკლოდ არის დაკარგული. მასშტაბურმა სტიქიამ შტატის ქალაქებსა და დასახლებებში 23,000 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ქრობის პროცესის პარალელურად რისკის ზონაში სამძებრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სტიქიის გავრცელების არეალი 90,000 კვადრატულ კილომეტრზე მეტია. ქრობის პროცესს რთული რელიეფი და ძლიერი ქარი ართულებს. მეტეოროლოგების პროგნოზით, კარიშხალი, რომელიც ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს, გაძლიერდება და მისი სიჩქარე საათში 113 კილომეტრი იქნება.
SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორი საქართველოს რეგიონულ ციფრულ ჰაბად ქცევის შესაძლებლობაზე საუბრობს სტეფან ნილსონმა ამის შესახებ ინტერნეტ მართლობის გლობალური ფორუმის პარკებში კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით გამართულ სესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს ციფრული დერეფნები თანამედროვე აბრეშუმის გზების ფუნქციას ასრულებენ. ამ კონტექსტში SpaceX-ის დირექტორმა საქართველოს პოტენციალზე ისაუბრა. საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე ასრულებდა რეგიონებს შორის გამტარის როლს. დღეს კი მისი გეოგრაფიული უპირატესობა ახალ მნიშვნელობას იძენს. კომუნიკაციების კომისიის აქტიურმა და პროგრესულმა მიდგომამ შექმნა ხელსაყრელი გარემო ისეთი ახალი თაობის ტექნოლოგიებისთვის, როგორიცაა Starlink და ამით მთელი ქვეყნის მასშტაბით მისცა მოსახლეობას წვდომა მაღალი სიჩქარის და დაბალი დაყოვნების ინტერნეტ კავშირზე. მაღალმთიან სოფლებში, როგორებსაც მაგალითად სვანეთსა და თუშეთში ვხვდებით, სადაც ტრადიციული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ნაკლებობით ხალხმა 10 წლეულების მანძილზე იზარალა. დღეს Starlink-ის მეშვეობით უკვე ხელმისაწვდომია 100-200 მეგაბიტ-წამის სიჩქარის 20 მილი-წამამდე დაყოვნების ინტერნეტი. საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობის სტრატეგიული ლოკაციის კომუნიკაციების კომისიის ინოვაციური და მოქნილი მიდგომისა და Starlink-ის მოწინავე ტექნოლოგიის შერწყმა ქმნის ძლიერ საფუძველს მდგრადი განვითარებისთვის. კომუნიკაციების კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით კი ამ ტექნოლოგიების შემოტანა 2025 წელს საქართველოშიც იგეგმება. ეს არის კურიერი 3-ზე რეკლამის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. ოფიციალური ინფორმაციით 2024 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასულ წელს საქართველოში 5 მილიონზე მეტი საერთაშორისო ტურისტი ჩამოვიდა. წინა წელთან შედარებით ეს 9%-იანი მატებაა. 2024 წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელდა რეკორდული რაოდენობის ტურისტული ვიზიტები 5 მილიონ 100.000 მიაღწია, რაც საქართველოს ისტორიაში არის ყველაზე დიდი ციფრი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ 2025 წელს მეტი შემართებით, ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებული წელი გვექნება. ჩვენი სამიზნე-ბაზრები უცვლელი რჩება, ეს არის ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი, ეს არის ყურის ქვეყნები, ეს არის შორეული ქვეყნები, რა თქმა უნდა, ჩინეთი, ინდოეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი. უკვე ძალიან მალე ჩვენ გამოფენების სეზონი იწყება და გამოფენებზე წარსდგებით კერძო კომპანიებთან, ბიზნეს სექტორთან ერთად. ჩვენი ქვეყნის დივერსიფიკაციის პოლიტიკიდან გამომდინარე, ხაზგასასმელია და სასიხარულოა ის, რომ რეკორდულ ნიშნულზე გავიდა გასულ წელს ისეთი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები, მათ შორის როგორიც არის ისრაელი, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნები, საიდანაც ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მსყიდვალ უნარიანობ. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინები მიმდინარე წელს, რადგან ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები არაერთ წამყვან ავიაკომპანიასთან 2024 წელს. განსარაუზე საქართველოში ჩამოდის Starlink Georgia ახალ სეზონს ანონსებს ღონისძიების ლოკაციად შეკვეთილში მდებარე პარკ ციცინათელას პარკინგის ტერიტორია შეირჩა, რომელიც 40.000 მელომანს დაიტევს. ბილეთების გაყიდვა მხოლოდ Starlink ქარდის მფლობელებისთვის 18 იანვარს, DKDJ-ზე კი 20 იანვრის 11 საათიდან დაიწყება. გურია მთავარ როლში სწორედ ეს არის წელს Starlink Georgia-ს კამპანიის სახელწოდება. თეოცი ცქირიძე გვერდდება მეტი ინფორმაციით და მისგან მოვისმენთ, როდის ჩატარდება ლეგენდარული როკ-ბენდის კონცერტი. ლეგენდარული როკ ჯგუფი Guns N' Roses საქართველოს 30 მაისზე წვევა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, როკ ჯგუფის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ღონისძიების ლოკაციად შეკვეთილში მდებარე პარკის ციცინათელას ავტოსადგომი შეირჩა, რომელიც 40.000-ზე მეტ მსმენელს იტევს. მუსიკალური პროგრამა კი 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდება. მოგეხსენებათ, უკვე დაახლოებით 50 წელია, რაც Guns N' Roses მელომანებს საკმაოდ მრავალფეროვანი მუსიკით ანებივრებს. 40.000-ზე მეტი ალბომი აქვთ მათ გაყიდული და ასევე სწორედ მათ სახელს უკავშირდება არაერთ მსოფლიოში, არაერთი ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზში თუ სტადიონზე ჩატარებული მრავალფეროვანი ტურნეები. Starlink Georgia ფაქტობრივად ამ ღონისძიებით ახალ ეტაპზე გადადის, შეიძლება ითქვას, ღონისძიების ორგანიზატორების თქმით კი მუსიკალური ორბიტის მთავარ როლში წელს იქნება გურიის მხარე. გავცდით Black Sea Arena-ს, გავედით ციცინათელას პარკინგზე.
უნდა ვუმასპინძლოს და სეზონი გავხსნათ ისეთი დიდი ბენდით, როგორცაც ქვია Guns N' Roses-ი, იმიტომ რომ როკის მსმენელები დამეთანხმებიან, რომ ამაზე დიდი მასშტაბის ბენდი ფაქტიურად ამ მუსიკალურ მიმართულებაში აღარ არსებობს. შესაბამისად, ამ ყველაფერმა განაპირობა 2025 წლის მუსიკალური სეზონის მთავარი მესიჯიც, მთავარ როლში გურია, ასე რომ ყველას გელოდებით გურიაში, მაგრამ სანამ 30 მაისს შევხვდებით გურიაში, მანამდე მნიშვნელოვანი საკითხებიც მინდა რომ გავაჟღერო, კონკრეტულად ის, რომ განსების კონცერტი იქნება ალბათ საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი კონცერტი, იმიტომ რომ გაგრძელდება დაახლოებით 3 საათს და 15 წუთს. ცნობილ ჰიტებს განერები იგივე Guns N' Roses ფანები, როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ, როგორც უკვე გითხარით 30 მაისს მოისმენენ. Starring Georgia კი 2025 წლის მუსიკალურ სეზონზე კიდევ უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს გვპირდება. მადლობა თეო ცუცკირიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში, ამით კურიერი 3 საათზე დასრულებულია, მე 6-მდე გემშვიდობებით, დროებით.